ძალიან ძველია ბატონო დავით. ძველი წელთაღრიც, ხო? ხო, აი როგორ ვთქვა. აი ხალხი ბნელი რო იყო მაშინ. აი იცი რა არის? არა. მოვიწყე. აბა მე რა? აქ დაყრდენ მარცვლებს. და მერი ამითი, ამ ქვით ამაზე ასრიალებდნენ. სამქვავი იყო, აქედან გამოდიოდა აგროვებდნენ ამ მარცვლებს და მერე ჭამდრენ ან რაღაცა საკითხი მზია იყო ეს? ძველებური ის არის, აგეწე ხელსამქვავი აწერია. 6000 5400 წლისაა. ჩვენი წინაპარი იჯდა და აი ამ ქვაზე პრიმიტიული ინსტრუმენტით ხორბალს ფავდა. ესეთი რაღაცა. ნეოლითურ ამოჩენილი არქეოლოგიური მასალის განსაკუთრებით ჯგოს ქმნის სხვადასხვა შემკული ნივთები, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს პრეისტორიული საზოგადოების მატერიალურ. ანუ ბატონო დავით, წარმოიდგინე, ხალხი კი იყო ძალიან ძველი და განუვითარებო როგორ თავის ეპოქისთვის ნახე რა მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ. ეს არის ფიქრო ერთი წამით რომ ეს ქვევრია? რაღაცა ქვევრია არა, შეიძლება ქვევრია არ იყოს, მაგრამ რაღაც ორნამენტებელი კერამიკის ფრაგმენტები იყო. ერთი რაღაც არ იყო, კი ბატონო. ეს მეტალურგიასთან დაკავშირებით ლითონის უძველესი არტეფაქტები, აი შეხედე, უკვე აქეთ ამოვედით, წამოვედით აქეთ. ისე კაი ვქენით, რომ ჩვენ ბოლნისის მუზეუმი ცალკე გადავიღეთ. ეს ცალკე ვიდეო იქნება. ეს გათხრები რომ მიდიოდა კავკასია